მოგესალმებით ჩემო ძირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. დღეს ასეთი გაშლა მინდა შემოგთავაზოთ. რატომ ეს ადამიანი არის, მაინც ეს ადამიანი არის ახლა შენს ცხოვრებაში. იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ პარტნიორი არის რაღაცისთვის მოსული უკვე, ხო? და არის ზოგიერთ სიტუაცია, როცა შენ შეიძლება ფიქრობ, რომ რაღაცები არ მოგწონს, შეიძლება დაუშვათ, რაღაცები გაწუხებს, შეიძლება უფრო ფიქრობ, რომ უფრო მეტი ზღირსი ვარ, თქვათ, უფრო სხვა პარტნიორი მჭირდება. აი დღეს განვიხილოთ ეგ სიტუაცია. ვნახოთ. ვინც პირველად არის ამ არხზე, მე მქვია ვალენტინა ბარბაკაძე, მე ვარ კარმული ტარონომეროლოგი, ფსიქოლოგი და დამაარსებელი ტაროს აკადემიის, ანუ ტაროს შესწავლის აკადემიის და აქ ჩვენ არ მკითხავთ, აქ ჩვენ ვარჩევთ სიტუაციებს რა და ვიღებთ რჩევებს. ტარო არის ფსიქოლოგიის წიგნი, ჩვენ გვაქვს რამდენიმე წიგნი, რომელიც ჩვენ გვეუბნება ეკოლოგიურად სუფთა ნამდვილად რა ხდება და რა შეგვიძლია, რა შედეგი ან რისთვის და ასე შემდეგ რა. ანუ ჩვენ აქ სიტუაციებს ვარჩევთ. კარგით, ნახოთ ახლა დღევანდელი გაშლა, ასე მინდა გავაკეთოთ. პირველი კითხვა, თქვენ შორის რა ხდება ახლა? ეს დავდოთ აქ. რა ხდება? იფიქრეთ თქვენზე, თქვენს პარტნიორზე, ანუ იმ ადამიანზე დაუშვათ, ვიზეც თქვენ გინდათ გაიგოთ, რატომ არის ეს ადამიანი ახლა თქვენს ცხოვრებაში. მინდა გავაკეთო ასე ცალკე ცოტა სიგნიფიკაცია. ანუ თქვენ საერთოდ როგორი ადამიანი ხართ? ეხლა ჯერ ამოვიღებ ახლა სამ კარტს, მე ვნახოთ, თუ დამჭირდება კიდე მე განვიხილოთ უფრო ღრმად. თქვენ თვითონ როგორი ხართ? როგორ ენერგიებში ხართ, საერთოდ როგორი ხართ და თქვენი პარტნიორიც, რა თქმა უნდა, ვნახოთ როგორი პიროვნება. ვნახოთ ასეთი მოკლე მიმოხილვაც გავაკეთოთ და მე როგორც ყოველთვის მაგ კითხვები და დღეს თვითონ როგორია, მინდა გავაკეთო მანარაზე, იმიტომ რომ მანარა ძალიან მაგრად მუშაობს ქვეცნობიერთან, ძალიან სერიოზულად. ისეთ რაღაცები გამოაქვს, რომ შეიძლება გაგიკვირდეს, მოდით რბილად ასე რომ ვთქვათ, ამიტომ უკვე ჩემო სწავლებმა ვინც დაიწყეს მანარას შესწავლა, ძალიან გაოცებულები არიან, რომ ამ ხელა სიძლიერე როგორ აქვს ამ დასთას. ამიტომ ჩვენც გამოვიყენოთ ახლა და ვკითხოთ, ხო? ვნახოთ ახლა ასეთი კითხვა. როგორი ურთიერთობა გინდათ თქვენ, გოგოს როგორი ურთიერთობა უნდა ამ ადამიანთან, მასაც როგორი ურთიერთობა უნდა ვკითხოთ თქვენთან. ვკითხოთ ახლა რა სინამდვილეში თქვენ რას იღებთ? ანუ მინდა ერთი, მაგრამ სინამდვილეში რა? იგივე მაგისთვისაც ავიღოთ, იმიტომ რომ ბიჭები ვიცი უყურებენ და იყოს ეგაც და თქვენთვისაც ახლა საინტერესო იქნება, რა თქმა უნდა. ვნახოთ ახლა ჩვენ რისთვის ეს ყველაფერი გჭირდებათ, ანუ რისთვის არის ეს ყველაფერი თქვენთვის, მისთვის. შემდეგი თქვენ რას დებთ ამ ურთიერთობაში და თვითონ ეს თქვენი პარტნიორიც რას დებს ამ ურთიერთობაში, რას გაჩვენებს ეს თავისი ქცევებით, თქვენ რას გაჩვენებს, აი ასე მინდა რომ ეს კითხვა იყოს და რა თქმა უნდა ვკითხოთ ახლა საერთოდ რა შედეგი ექნება ამ ურთიერთობას, აი ასეც ვკითხოთ, აი აქ იყოს ეს. всё, ნახოთ ახლა ჩვენ, დავიწყოთ. თქვენ შორის ახლა ეხლა ნახეთ რა ხდება, გეტყვით ახლა ვისთვის უფრო იქნება. იცით აქ როგორი მომენტი არის, ახლა როგორი დადგა გადამწყვეტი. აი ახლა რო თქვენ იცოდეთ ვისთვის იქნება უკვე 100%-იანი ალბათ
არის გადამწყვეტი პერიოდი, იმიტომ რომ ადამიანთან თქვენ ძალიან ბევრი გაქვთ გამოვლილი. აქ ეგრევე მაჩვენებენ, რომ არ არის ურთიერთობა, რომელიც თქვათ გუშინდელი გაცნობილი. ან ადამიანს თქვენ იცნობთ დიდი ხანია, არის ეგეთი წყვილებიც, რომ თქვათ ერთმანეთს იცნობენ დიდი ხანია, მერე თქვათ დადგა პერიოდი, რომ უნდა დაიწყონ დაუშვათ ახლა სერიოზულში რამეში გადადეს. კიდე ნახეთ როგორი მომენტი არის, ვისთვის კიდე იქნება, არის აი ეს ჩვენი საყვარელი თემა ხო, კარმული ურთიერთობა, როცა დაუშვათ იყო პერიოდი, ანუ ასე ვთქვათ, ძალიან კარგი ტკბილი, ხო? და მერე უკვე ადამიანები როცა დაიწყეს ადამიანებმა ეს გზა გაიცნეს, უკვე გაიარეს რაღაცა მომენტები, შეიძლება გეგმებიც უკვე ჰქონდათ, რაღაცა თავისთვის ყოველს თავისი გეგმები ჰქონდათ და შეიძლება პაუზებიც უკვე ჰქონდათ, უკვე ამ ურთიერთობაში დაიწყო ეს პაუზები და რაღაცები, მაგრამ ახლა არის როგორ იცით, უკვე თითქოს გადადიხართ ახალ ეტაპზე. ეს ვისაც არის ახალი ეს ურთიერთობა დაუშვათ, მაგრამ უფრო მეტად იქნება იმათთვის, ვინც უკვე რაღაცა გრძელი გზა გამოიარეთ და ეხლა უკვე აქ არის ტუზი, ეს არის ყოველთვის უკვე მაღალი ძალებიდან მოდის ინფორმაცია, ანუ ადამიანი ნახეთ, ტუზი ხმალებს ეს უკვე გადამწყვეტი მომენტი არის იმათთვის, ვიზიც არის საუბარი რა, იმიტომ რომ შეიძლება აქ ამ ურთიერთობაში დავუშვებ, ახლა ჩვენ აქ ვნახავთ, ერთი და იგივე მიდის დიდი ხანია, დაუშვათ, ვითარდება ურთიერთობა დიდი ხანი ერთნაირად და უკვე მოვიდა, აი იცით რა, ამომივიდა ყელში. შეიძლება ვინმესთვის ეგეთი თემაც იყოს და რაღაცა უნდა უკვე მივიღო რამე გადაწყვეტილება. ეს იყოს ჯერ ასე. ეს არის მნიშვნელოვანი სიტუაცია, იმიტომ რომ აქ როგორ არის იცით, ახლა უკვე ერევიან რა, უკვე ერევიან მაღალი ძალები. всё, ნახოთ ახლა ჩვენ აი აქ რა ხდება, თუ იცანით თქვენი სიგნიფიკაცია, მოდით აი ეს გავარჩიოთ მაშინ ჩვენ. პირველი, ანუ ესე იგი თქვენ გოგო როგორია, იმიტომ რომ გოგოსგან დავიწყებთ. იცით როგორ არის, ძალიან საინტერესოა, მე ვიკითხები საერთოდ ვკითხე თქვენზე, როგორი ადამიანი ხართ, მაგრამ მოდით, კაი, ეხლა ნახეთ რა ხდება. საერთოდ თქვენ როგორი პიროვნება ხართ, ადამიანი, რომელსაც ძალიან აი გამგებიანი, ადამიანი, რომელიც შეიძლება თქვენ ბევრი გაქვთ უკვე დაგროვილი რამე ცოდნა საერთოდ, კიდეც ურთიერთობაზე და ეხლა უკვე ხართ როგორ, იცით, თქვენ სულ წინსვლა გინდათ, ანუ დაუშვათ რაღაცას შეიძლება სწავლობთ ბევრ რამეს და ეხლა აი გიყვართ ძალიან თქვენი ცოდნის გაცემაც. პლუს კიდე აქ ნახეთ როგორი მომენტი არის. ძალიან ასეთი პიროვნება, რომელმაც ბევრი რაღაცები უკვე გამოიარა. შეიძლება არ გამოვრიცხავრო, უკვე სხვადასხვა ურთიერთობაშიც იყავით თქვენ აქ, მაგრამ ეხლა როგორ ხართ უკვე, იცით, ისეთ ენერგიაში, როცა მე ვფიქრობ, რა გავაკეთო, სად წავიდე, მჭირდება, არ მჭირდება, იმიტომ რომ მე აქ არ გამოვრიცხავრო, თქვენ მართლა, შეიძლება დაუშვათ ბევრი თქვა, ზოგი ფსიქოლოგთან შეიძლება იყოს, ზოგი შეიძლება რამე პრაქტიკები გააკეთეს, ზოგი შეიძლება თვითონ არის, აი უკვე აკვირდება სიტუაციებს და ფიქრობს, რომ მე თავს ხომ არ ვატყუებ, ანუ რას ვაკეთებ საერთოდ, მე მინდა ერთად წასვლა, წინსვლა, ანუ ისეთი აქ სულ ისეთი ენერგიები არის ადამიანის, რომელიც იმნა უფიქრობს რა, ჩემო სწავლებისთვის საყურადღებოს, ხმალების დედოფალი არის აქ და ცოტა მეშვიდე ენერგია არის თასების დედოფლის. ანუ მივხვდებით უკვე რას ვამბობ. რატო ვამბობ ამ ინფორმაციას საიდან ვიღებ. ამიტომ აქ ნახეთ რა ხდება. ადამიანი ნამდვილად უკვე შეიძლება დაჟე ცდილობს აი ცივი გონება ჩართოს იმისთვის, რომ მიიღოს გადაწყვეტილება, მაგრამ
ბევრი შეიძლება გაგებაც გქონდათ, ბევრს უთმენდეთ, ბევრ რაღაცებზე შეიძლება თვალებს ხუჭავდეთ, მაგრამ ეხლა უკვე ფიქრობთ, რომ არჩევანი რაღაც უნდა გავაკეთო, მაგრამ შეიძლება გიძნელდებათ, იმიტომ რომ კი, ბევრი რამე გატარებული, დროც ადამიანთან და რა თქმა უნდა, გიძნელდებათ, რომ რამე ისეთი გადაწყვეტილება მიიღოთ. ნახეთ, აქ ახლა ისეთი ინფორმაცია არის, აი სულ ქალის ენერგიები წამოვიდა ნამდვილად, მაგრამ ქალის, რომელმაც უკვე რთავს უფრო ცივგონებას და კი, ილუზიებიდან უნდა რომ გამოვიდეს, ფანტაზიიდან მინდა რომ გამოვიდე, უკვე ძალიან ეტყობა დაფიქრდა, იმიტომ რომ აქ ხდება რაღაცა ისეთი გადამწყვეტი, ნახეთ, ეს შეიძლება იყოს, ნახეთ, აი ანეკდოტი არის, ესეთი შეიძლება ადრეც მithქვია, ანეკდოტი კი პრინციპში ეგ არის ცხოვრებისეული. როცა დაუშვათ მოვიდა მამაკაცი სახლში და ნასკები აიღო და მიაგდო იმაში კუთხეში და ცოლი მოდის და ეუბნება, მორჩა, всё, მე მივდივარ და მიმაგ განცხადება განკორწინებას და ეს კაცი გაოცებულია, გასულელებულია, რა მოხდა გოგო, მე ხა ვსვამ, ქცემ, ქალები მომყავს, რიებს არ ვაკეთებ და ხმას არ იღებ და ამდენი ხანი და ეხლა ნასკები მივაგდე, მაგის გამო მშორდები, აი ეს არის ზუსტად, როცა უკვე ეს შეიძლება ეს ნასკი უკვე იყო ბოლო გადამწყვეტი მომენტი იმისთვის, რომ всё მორჩა, აღარ შემიძლია რა. აი შეიძლება ეგეთი რაღაცა იყოს, რომ აი ზოგჯერ ესეთი ვითომ უმნიშვნელო რამე ჩვენ გვაძლევს აი ესეთ ბიძგს, რომ всё უკვე უნდა რაღაცა მივიღო გადაწყვეტილება, იმიტომ რომ მეტი არ შემიძლია. არის ეგეთი მომენტი. ნახოთ ბიჭი ახლა. ბიჭი ნახოთ. ეხლა ამ შემთხვევაში მე შემიძლია გითხრათ რა, აქ არის როგორი მომენტი, იცით, კი, ამასაც აგრძნობა სხვათა შორის, იცით როგორ არის ეს ადამიანი? ანუ ძალიან კომფორტულად გრძნობს თავს. მაგრამ აქ როგორი სიტუაცია, იცით, კომფორტი კი არის, მაგრამ აი ეს ხო, უფრო სიყვარული. იცით რა არის, რატომ ასე, ერთი წამით. ერთი წუთი ჩემო სიხარულებო, 3 ტუზი ღმერთო. ფაიმ 4 ტუზი გაგიჟდები. ეხლავე. და რა? всё გასაგებია. ესე იგი, ნახეთ, გეტყვით რა ხდება აქ. ამ ადამიანს თქვენ მართლა აქ სიყვარული არის, მაგრამ ეხლა ამ ადამიანს აქ როგორი სიტუაცია ის, ესე იგი, კარგად გრძნობს თავს, სიყვარულიც აქვს, ყველაფერი აბსოლუტურად, მაგრამ 4 ტუზი. აი ეს ტუზი ეტყობა, ნახეთ, ესეთი გადამწყვეტი თემა არის ახლა თქვენს ურთიერთობაში ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ამ ადამიანს სტკივა გული რაზე? იმაზე, რომ არ მიმართლებს, ნახეთ, არ მიმართლებს არც ფინანსებში, არც მომავალში, არც სიყვარულში, არც ტვინში, არაფერში. და ამის გამო შეიძლება სულ ყველაფერი დავკარო. ანუ ეს იცით როგორ არის? ეს ახლა გადამწყვეტი თემა არის, იმიტომ რომ აქ არის ჩემო სიხარულებო, ჩემო მოსწავლეებო, მე 5 ჯვარეც. იცით თქვენ ეს რა არის? ახლა ახსნე. ანუ ეს როგორი სიტუაცია, როცა ადამიანი მოვიდა დრო, даже ეს სიგნიფიკაცია მე ვფიქრობ, რომ უფრო ამისთვის, თქვენთვისაც კი, მაგრამ სიგნიფიკაცია რა ხდება თქვენ შორის, იმიტომ რომ სულ ყველა ტუზები მაგაზე გამოვიდა. ანუ ნახეთ როგორი მომენტი რა, რატო აი უნდა გამიშალა ეს იმით, რა ქვია, ჩემი გამოჩენის გარეშე, რომ დაგანახებდით, ახლა დრამაში არ ჩანს იმდენად ეს ულამაზესი სურათი. ანუ ნახეთ როგორი სიტუაცია. ეხლა ამ ადამიანთან არის სიტუაცია როგორი? ამ დეპრესიული თემა, უეჭველი დეპრესიული თემა ექნება. იმიტომ რომ გულის ტკივა იმაზე, რომ შეიძლება ამას აქ დიდი შიში, რომ ყველაფერს დაკარგავს. აქვს ეს შიში და ეხლა ნახეთ, ასეთი შემთხვევა არის როდის? ასეთი მოვლენა, როცა უკვე მოვიდა დრო, რომ რაღაცა უნდა გაიგო, რაღაცა უნდა განიკურნო. ეხლა ნახეთ, ნაკაჩი შევედი და ნახეთ როგორ მოდის ინფორმაცია, ვერ ვასწრებ. აგესნათ კარგად. ესე იგი, როცა ადამიანი არის ურთიერთობაში
ეს ხშირად ემართებათ მამაკაცებს, იმიტომ რომ გოგოები მაინც არიან როგორ უფრო აინტერესებთ, თქვათ, აი რატომ ასე ხდება, რისთვის, აი ფსიქოლოგი და ქალები, ტარო, ну კიდე ასტროლოგი, ნუმეროლოგი რაღაცას მაინც ეძებენ ხოლმე ინფორმაციას რა. და უფრო მეტი, იმიტომ არის უფრო მეტი ტრენინგები და ყველაფერი გოგოებისთვის, იმიტომ რომ ну სული საერთოდ ქალის მოდის უფრო აი ასეთი რა, სულიერად ну მიმართულია ამ განვითარებისთვის. ბიჭები არიან უფრო ცოტა და ქალი უფრო მოქმედებს მერე კაცზე თავისი ქცევებით. რატო უნდა სულ გოგოს რო აი გამოასწოროს ბიჭი და რატო ეს ანუ და ეს არის სისულელი ნამდვილად უბრალოდ ნახეთ თვითონ ეს ადამიანი ხო რომ მამაკაცი როცა არის ქალთან ურთიერთობაში კი ეგ არის ჩვენი ესეთი მატარებელი ესეთი ბიძგე რომ ჩვენს შევცვალოთ რაღაცები ჩვენში ხო და მე უკვე იცვლებიან ეგენი მაგრამ რა თქმა უნდა ეხლა მარტო ჩვენ ხო არ უნდა შევიცვალოთ ხო რაღაცები ისე დღეში აგდებენ ზოგჯერ კაცებს რომ აი ქალის ხო მოდით ესეთი მაგალითი რომ აი კაცს შეიძლება გაჩნია რა ქალია გვერდზე შეიძლება გახდეს მილიონერი და შეიძლება გახდეს მილიარდერიდან მილიონერი და მილიონერიდან მილიარდერი. ნუ ეს ასეთი ნათქვამია რა. ანუ გააჩნია, ანუ ან განვითარდება, ან პირიქით დაეცემა, ხო? და ამიტომ აქ არის როგორი? ეხლა აქ ადამიანს აქ სიყვარული. ჩვენ ვიცით ძალიან კარგად, რომ სიყვარული, იმხელა ძალა, იმხელა ენერგია მხოლოდ მაგას შეუძლია ანუ ტკივილი, ჩერის ტკივილი და აქ ახლა ტკივილი კი არა ძალიან მაგარი ტკივილია და მხოლოდ ჩერის ტკივილით მაგრამ სიყვარულის ტკივილით დავიწყოთ რაღაცა ცვლილება ჩვენში, ხო? ანუ გაიხსენეთ ახლა გინდათ ფილმები, გინდათ ნაწარმოებები, რაღაცები, როცა აი ადამიანი მაშინ იცვლება, როცა ძალიან მიდის, ну, უყვარს რა, სიყვარულით, ხო? რამდენი რამე ჩაუდენი ადამიანს სიყვარულის გულისთვის და აი ეს ამით რა ამდენი ახლა მაპატიეთ ახლა ცოტა ახლა, ну, ძალიან დიდი ისეთი მარაგი არა მაქვს ქართულის და ამიტომ ზოგჯერ შეიძლება მიწევს უფრო აი ასე მსხვათ რა, სადღაც მივედმეოდები რაღაცებს, იმიტომ რომ მინდა ამით რომ გამოვხატო ის, რასაც მე ვხედავ და რაც მინდა რომ გაგაგებინოთ რა. და ამიტომ ნახეთ რა ხდება. აქ ახლა სულ ყველა აბსოლუტურად თითქოს მაღალი ძალები შეგროვდნენ ასე, იმიტომ რომ არის დეპრესიულ თემაში ეს ადამიანი, რომ შეიძლება ეს ადამიანი მართლა ახლა ზის და ლოცულობს, რომ დამეხმარეთ, მიშველეთ რამე, რა გავაკეთო, რომ მე ამას აქ გრძნობა, მაგრამ აი ყველა სფეროში აქვს პრობლემა ახლა ამ ადამიანს. ყველაში. შეიძლება ფიქრობდა რომ დაუშვათ აქ სიყვარულშიც ну კარგად ვარ, მაგრამ აქაც ცოტა წავიდა ბიძგე კი არა ისე რა ქვია მაგას. ხარვეზი. იმიტომ რატო იცით? იმიტომ რომ ესეც არის უკვე საჭირო. შეიძლება თქვენთან, აი თქვენ რო დაფიქრდეთ უკვე არჩევანის წინდადაგეთ, შეიძლება თქვენ უკვე ანუ რაოდენმე მოვიტყუო თავი. აქ შეიძლება იყოს ადამიანს დაუშვათ არ აქვს ფინანსები ნორმალურად, ხო? და თქვენ სუდებთ სიტყვაზე ამ ურთიერთობაში და თქვენ უფრო მე ვიცი უამრავი გოგო მყავს, რომ უგზავნიან ამ კაცებს ფულებს, ну, короче. შეიძლება აქ არის ადამიანი ვერ ხედავს თავის მომავალს, რა გავაკეთო, ხო? ანუ ვერ ვხედავ რა ვქნა, ეს გარდამტეხვის პერიოდი შეიძლება კონდეს. შეიძლება კიდე ახლა ადამიანს შეიძლება даже ცოდნა არ კონდეს აქ სიტყვაზე, რომ თქვათ, ну, ისეთი რომელიც თქვათ, მაგას მისცემს საშუალებას, რომ რამეს მიაღწიოს, ხო? და რა თქმა უნდა, ახლა უკვე სიყვარულიზეც ეგრე დაემართა რა. ну, აქ ძალიან ახლა მაგარც დღეში იქნება ეს ადამიანი, მართლა დაამიჯერეთ, იმიტომ რომ უკვე როცა აი აქ ახლა ხუთიანი თასების ესეთი ენერგია, როცა მართლა ადამიანი ძალიან დეპრესიულ თემაში შედის და საერთოდ ხუთიანები არის, როცა ესეთი დეპრესიული, იმიტომ რომ გოგომ აქ დაამუშავა უკვე, გამოვიდა, იმიტომ რომ გოგომ ძალიან იცი даже რას ფიქრობ, შეიძლება რომ ხო არ ვტყუვდები, მე ხო არ მგონია რომ მიყვარს ვაფშე სიყვარული მაქვს, გაიგეთ, ეგეთი რამე შეიძლება იყოს რა, მიყვარს. იმიტომ რომ ეს არის ზოგჯერ ჩვენ გვეჩვენება და ვართ ურთიერთობაში მაგიტომ.
ანუ მაქსიმალურად ვეცადე გადმომეცა თქვენ ბიჭის ახლა მდგომარეობა, როგორი ენერგიაში არის ახლა, მაგრამ ну, არ ვიცი, რამდენად გადმოგეცეთ მომწერეთ მე კომენტარებში, გადმოგეცეთ ნორმალურად თუ არა. კარგით, ეხლა მოდით ვნახოთ ჩვენ, კითხვა გვაქვს ჩვენ რა გინდათ თქვენ ამ ურთიერთობიდან? რა გინდათ, როგორ გინდათ ეს ურთიერთობა? სტაბილური? კი ბატონო, აქ როგორი თემა არის, იცით? უკვე გინდათ რომ ამ ადამიანთან, ანუ მაგანაც აიღოს რამე პასუხისმგებლობა, რომ არა მხოლოდ თქვენ მართავდით ამ ურთიერთობას, რომ ნუ ეს არის ნორმალური, როცა თან მithumetes ხანძლივი ურთიერთობა, უკვე გინდა რომ გადაიზარდოს რამეში, თქვა თან მithumetes როცა ერთად იწყებენ ცხოვრებას, ხო? ან თუნდაც ახლა აი ესეთი ეტაპი, აქ უკვე როგორი ეტაპი არის, იცით, ნუ ხო გითხარით, რომ რაღაცაზე, ნუ რაღაცა სხვა სახე უნდა მიიღოს რა ამ ურთიერთობამ და ამიტომ თუ თქვენ უკვე ერთად ცხოვრობთ, თქვენ გინდათ რომ თუნდაც საყოფო საცხოვრებელის თემები უკვე მე მინდა რომ შენ თვითონაც ნუ მიიღო რა, დაიწყო რა რაღაცას კეთება, იმიტომ რომ არის ზოგჯერ ესეთი სიტუაციები ხშირად სხვათა შორის, როცა ქალი თან მუშაობს, თან მართავს ამ ოჯახში ყველაფერს და ამას უნდა რომ ერთად რაღაცა გავაკეთოთ, იმიტომ რომ შეიძლება აქ გეუბნებით რომ ადამიანი ვაფშე აზე არ არის არაფრის თქვათ, ან რა ღირს და თუ მაგრამ აქ გეუბნებით აქ სიტუაცია, როცა ადამიანს აი ყველა სფეროზე მიდის დარტყმა. ამიტომ შეიძლება ფინანსურადაც ვერ არის ეს ადამიანი ისე სრულყოფილად, რომ იმიტომ რომ თქვენ გინდათ რომ ამ ადამიანთან გქონდეთ ურთიერთობა, გინდათ, მაგრამ გინდათ რომ ანუ თანაბრად იყოთ რა. თანაბრად, რასაც მე ვდებ, შენც იგივე დადო რა. ანუ არა მხოლოდ თქვათ ახლა ჩემზე იყოს ყველაფერი თქვათ დამოკიდებული რა. ვნახოთ ახლა ჩვენ მაგას რა უნდა. აი ეს არის გაღიზიანებული. ამას უნდა სამსახური, ამას უნდა რომ რაღაცა, ამას ახლა დაჟე როგორ არის, იცით, ეს ადამიანი ახლა გოგოებო, თქვენთვის საყურადღებოდ, ვინსაც დაუშვათ ეს ადამიანი ახლა არ გამოდის კავშირზე, არ გწერს, არ პასუხობს. გაქვთ პაუზა და ასე შემდეგ, იცოდეთ თქვენ რომ ამ ადამიანს აქვს ძალიან ბევრი პრობლემები და ამიტომ მაგას ნამდვილად ახლა რო გითხრათ რამე ურთიერთობის თავი აქვს, არა. მაგრამ მე ვეკითხები რა უნდა ამას ამ ურთიერთობიდან, ხო? აი ეს დაძაბულობა არ უნდა რომ იყოს დაჟე მე ვეკითხები რა გინდა ამას დაძაბულობა არ მინდა რომ იყოს, იმიტომ რომ ეს ადამიანი ახლა არის მართლა ძალიან გაღიზიანებული, შეიძლება იყოს, შეიძლება თქვენ ამას ხედავდეთ, შეიძლება გრძნობდეთ, შეიძლება ვაფშე ვერც ხედავდეთ, გააჩნიე პიროვნებას კიდე როგორ გამოხატავს, ხო? სინამდვილეში თქვენ რას იღებთ? სინამდვილეში თქვენ იღებთ იმას, რომ ნამდვილად ვერ იღებთ რა. და სხვათა შორის როგორი თემა არის, იცით, მე გეტყოდ რომ აქ შეიძლება იყოს ისეთი სიტუაცია, როცა თქვენ არც ეუბნებით ამ ადამიანს და გინდათ რომ იმ ადამიანმა თვითონ მიხვდეს. და უკვე იცით როგორ ხართ, რომ და ეს ბრაზდება, იცით თქვენ რომ თქვენ თუ არ ეუბნებით მაგას თქვენს პრობლემებზე, აი დაუშვათ როგორც გინდა, ხო, რომ მე მინდა რომ შენს მიიღო მონაწილეობა ნორმალური ამ ურთიერთობაში, მე მინდა ეს რომ იყოს ნორმალური, მაგრამ არ ვამბობ, არ ვეუბნები, ხო? მინდა მიხვდეს, აი ეს არის ჩვენი გოგოების პრობლემა, მე მინდა რომ მაგი მიხვდეს თვითონ, მე რა მინდა, ვერ მიხვდება, იცოდეთ რა. და ეს ახლა ბრაზდება მაგაზე, მე წინს, გაიგეთ რომ, იმიტომ რომ ვერ იგებს თქვენ რა გინდათ. გაიგეთ, აი იმიტომ არის აეგეთი გაუგებრობა რაღაცად შეიძლება იყოს თქვენს სიტუაციაში კიდე. ეს რას იღებს სინამდვილეში? ნუ იღებს ტრანსფორმაციას ყველა ვარიანტში. აქ ახლა ეს ადამიანი აი გეუბნებით, მაგარ ტრანსფორმაციაში არის შესული და ანუ და რა არის ახლა ამაჯერ ამხელა ტუზები, ხო? ესე იგი რამხელა დარტყმებს იღებს ყველა სფეროზე პრინციპში ახლა ეს არის ძალიან კარგი რა, იმიტომ რომ უნდა განიკურნოს, რაღაცა უნდა მიხვდეს, გაიგეთ რომ მართლა არ შეიძლება ეგეთი რამე, აქ თითქოს დაჟე რა არის ისეთ, აქ შეიძლება ადამიანი იყოს როგორ ვიღაცასთან სხვაობაც გექნებათ ასაკში, მაგრამ არ გამოვრიცხავ, მაგრამ ადამიანი არის, დაჟე აქ შეიძლება შეხედულება გქონდეს უფრო დიდი ვიდრე თქვათ, ახლა თვითონ ასაკი აქვს, მაგრამ ასაკით არის როგორ იცით, ანუ
პატარა არ არის, რო თქვათ, ეხლა ახალი დაწყებული აქვს ცხოვრება, ხო? არა, მაგრამ იქცევა თვითონ, აი რაღაც ინფანტილური, მე მგონი ხო სწორედ ვამბობ, ადამიანი რა, ანუ მგრძნობი არის და ყველაფერი მოქმედებს მაგაზე, ძალიან გულთან მიაგეს ყველაფერი, რაც ხდება და ანუ მაგრამ მიდის ძალიან დიდი მაგაში ეხლა ტრანსფორმაცია, ისეთი რომ რაღაცა იცვლება, რაღაცა სხვანაირად ხდება ეს ადამიანიც, რომ რაღაც სხვანაირად უნდა იყოს ეს ურთიერთობა რა. так, ეხლა ვკითხოთ ჩვენ კიდე ისეთი, ანუ რისთვის, так, რეალობაში რას იღებ მე ვკითხე. რისთვის არის ეს სიტუაცია თქვენთვის, ხო? და მისთვის მოდით ვნახოთ. так, რისთვის არის ეს ხო, შევედი გაშლაში, მაგრამ პატიე ცოტა გემით მარტო ვზივარ. ხო, მარტო ვზივარ, მაგრამ თქვენ ხო აქ ახართ. იცით რა არის? აქ რაღაცა ძველი შეიძლება პროგრამებიც არის რა და აქ სხვადასხვის თქვენთვის რისთვის არის? თქვენთვის არის ნამდვილად აქ ეს სიტუაცია ყველაფერი იმისთვის, რომ თქვენ დაფიქრდეთ, ანუ გააკეთოთ ანალიზი, აქ რაღაცა პროგრამები მიდის თქვენი ძველი პროგრამები. თქვენ თითქოს ძველ სცენარიეს ატრიალებთ. თქვენ ცხოვრებაში შეიძლება უკვე ან იყო ეგეთი სიტუაციები, ხო? ან უფრო ის არის, რა ქვია, რაღაცა წარსულიდან არის აქ. так, რისთვის არის ეს? კი, გოგოებო, აქ ეს თქვენი მამაკაცი, თქვენ მე ახლა კითხვა ხო არის, აი აქ რას მაჩვენებს თავისი საქციელით ეგა თქვენ, მაგრამ უკვე აქ მაჩვენებენ, რომ რაღაცა პროგრამები გაქვთ თქვენ წარსულიდან. თავისი საქციელით გაჩვენებს ეს ადამიანი თქვენს აი ანარეკლებით არის თქვენთვის ეს ადამიანი, მაგრამ ნუ ეს იგი მე ახლა აქ ძალიან ღრმად არ დავიწყებ ამის გარჩევას, იმიტომ რომ ეს ინდივიდუალურია უკვე ეს საჯარო გაშლაში არ დავიწყებ, მაგრამ როგორც ენერგიას გეუბნებით, რომ ეს ადამიანი აი თითქოს გიშუქებს იმ შენ ძველ პროგრამას. ან даже როგორ არის, იცით, ადრე აქ მანარაში ეტლი არის, აი უფრო წარსულს აჩვენებს, გაიგეთ? ნუ ან უნდა დაფიქრდეთ თქვენს გზაზე. ძალიან ანარეკლებით არის ეს ადამიანი რა თქვენთვის. ეხლა ეს კითხვა არის, მაგას რისთვის უნდა? იცით რისთვის უნდა მაგას? ეს ყველაფერი რომ მაგან დაიწყოს თვითონ ქმედება და ნუ აქ არის გეუბნებით ადამიანი, რომელიც შეიძლება არის მიჩვეული იმას, რომ ძალიან დამოკიდებული არის ეს რას იცით? აი ქალის ენერგიაზე რა მხრიდან იცით? შეიძლება თქვათ, ანუ დედა აკეთებს ბევრ ამის ანაკეთებდა. მე ვთქვათ, ანუ ქალებისგან თითქოს ნუ ალფონსე ხა მაგას ვერ ვეტყვი, მაგრამ შეიძლება ზოგისთვის ეგაც იყოს, მაგრამ უფრო თითქოს არის თვითონ აქ პატარა ბავშვის პოზიცია და სულ ელოდება, რომ ვთქვათ, ეხლა ქალმა რაღაცა გაუკეთოს, ხო? ანუ უკვე იმდენად შეიძლება თქვენს გახადეთ ეგეთი, იმიტომ რომ სულ ყველაფერს თუ უკეთებდეთ ამას და არიკა შენ განაცვალე, შენი ჭირიმე ყველაფერი თქვენზე თუ იყო აგებული, რა თქმა უნდა, ეს ადამიანი ეხლა როგორ არის, იცით, რომ ანუ შენ როგორც იტყვის, შენ როგორც გინდა, შენ რანაირადაც ეს კარგია, მაგრამ გააჩნია რა კონტექსტში არის რა და ამიტომ შეიძლება ახლა ეს სიტუაცია ყველანაირად ანუ ჩააგდეს ეს იცით როგორ ენერგიაში რომ ანუ ეხლა შენ თვითონ უნდა შეიცვალო და შენ თვითონ უნდა გახდე ეს დამოუკიდებელი, ნუ ძალიან მაგარი გაშლა შემიძლია გითხრათ, მაგრამ ეს რო იყოს პირადი გაშლა ვინმესი, ხო, მაგრამ გავარჩევდეთ უფრო კიდე.
თქვენ რა ზდებთ ურთიერთობაში, ნახოთ ახლა. ნუ აქ არის როგორი მომენტი, თქვენ მთლიანად დებთ ყველაფერს და ეს ადამიანი დებს რას, იცით? ანუ უფრო აი რატომღაც მოდის მოპარულად იქცევა რა. ანუ თითქოს მაღალი არკანები არის რა. ეს არის კი, ნუ აქ სულ ელოდება თქვენგან რა. თქვენგან ელოდება ყველაფერს. ეს ადამიანი თქვენზე დამოკიდებული. ძალიან რა. აქ გოგო ძალიან დიდ მონაწილეობას ახდენს და თქვენ ახლა რა ზდებთ? მთლიანად ყველაფერს დებთ. გულსულს და ეს არის აი ისეთი არკანებს მაჩვენებენ, რომ ანუ სულ თქვენზეა დამოკიდებული მთლიანად ეს ადამიანი, მთლიანად. კარგით, ნახოთ ახლა ჩვენ. აქ ნახეთ ახლა თქვენთვის არის პრინციპში ახლა ეს გაჩვენებს იმას, რომ თქვენ უკვე წინსვლა უნდა გქონდეთ გოგოებო. სიტუაცია უკვე უნდა, იცით რა არის, პასუხისმგებლობა თითქოს უნდა აიღოთ თქვენს თავზე. თქვენ უნდა გქონდეთ წინსვლა, თქვენ უნდა იაროთ წინ. აქ რა არის, იმიტომ რომ აქ ახლა შედეგი, ნუ იქნება ესეთი შედეგი, რომ კი, უნდა გამოხვიდეთ თქვენ, კი, ნუ როგორც თქვი, თქვენ უნდა აიღოთ პასუხისმგებლობა და თქვენს ხელში უნდა აიღოთ ყველანაირი ეს სიტუაცია, გადაწყვეტილება მიიღოთ, რომ უნდა დააფასოთ თქვენი თავი და არა იყოთ აქა აი ეს დატანჯული გოგო რა. იმიტომ რომ აქ შედეგი ისეთი იქნება, რომ როგორ არის, იცით, ეს იგი ნახეთ, აქ შეიძლება ჩააბაროთ თქვენ წარსულში ეს სიტუაცია და მიხვდებით, რომ მე აღარ მინდა ეს ყველაფერი ვითომ ურთიერთობა და შეიძლება გადახვალთ ანუ ახალ ურთიერთობაში. შეიძლება აქ ამასაც ვხედავ, იმიტომ რომ აქ გაქვთ თქვენ არჩევანი პრინციპში, რომ აქ ექნება ცოტა ესეთი საუბარი შეიძლება მაგრამ აქ როგორი თემა არის, იცით თქვენ რა ამას უთხრათ რამე საყვედურები, ეს თავს დაიცავს, სიტყვის რომ რა, შენ თვითონ გინდოდა ეგა, მე ხო არაფერი მithქვამს, შენ გინდოდა, ამიტომ ასე ვაკეთებდი, შენთვის ხო იყო კარგი, მე შეიძლება და აქ ხა ნახეთ როგორი თემა, მე არაფერი არც მithქვამს შენთვის სერიოზულად რაღაცა, როგორი თემაა, იცით, შეიძლება თქვენ აქ უბრალოდ, ნუ არც არის ლაპარაკი, არც იყო ლაპარაკი იმაზე, რომ თქვათ ან ცოლობა, სერიოზული რამე, ხო? არ ჩანს აქ ეგეთი ურთიერთობა რა. ამიტომ შეიძლება უბრალოდ ვიცხოვროთ ერთად გინდოდათ, შეიძლება даже ეს თქვენი იყო წინადადება დაუშვათ, ხო? და ამიტომ შეიძლება მაჩვენებენ, რომ წარსულიდან რაღაცა თქვენ გააკეთეთ ეს ყველაფერი, გაიგეთ, თქვენ რაც გინდოდათ, მან გააკეთა ეს. სიტყვაზე უთხარით, რომ მოდი ვიცხოვროთ ერთად და რაღაც დანაპირებები გქონდა თქვენ სიტყვაზე ადრე მაგისთვის, რომ უღონდათ ვიყოთ ერთად და ნუ მე ხო არ აქვს ცოლობას და აი აქ არის შეცდომა როგორი, იცით, არის მაგაზე даже ტრენინგი მაგაკეთებული, ვინც კლუბში ხარ, შეგიძლიათ იქ ნახოთ გეთ კურსზე, ვინც არ ახარ და გაინტერესებს, შეგიძლიათ შემოგვიერთოთ ჩვენ ეხლა კლუბში ლინკი ვიდეოს ქვეშ არის, იმიტომ რომ მე ეხლა ძალიან მაგარი საჩუქარიც კიდე მაგ ახლა ვაკეთებ, ვინც შემოდის ჩვენთან კლუბში, აქაც YouTube-ზე იყო განცხადება. პირველ რიგში ვაკეთებ მატრიციდან, ვიღებ თემას, ნუ ახლა მიმდინარეობს პირად დანიშნულებაზე, მე კარმა ურთიერთობისაც იქნება, უფასოდ ვაკეთებ გარჩევას, ჯერჯერობით კვირაში ერთხელ. და პლუს კიდე მიდის დიაგნოსტიკა, იმიტომ რომ რატომ გავაკეთეთ იმенно ახლა პირად დანიშნულებაზე, იმიტომ რომ უამრავი ადამიანი მოდის ჩემთან, ვისაც აქვს მიდრიკილება ტაროსადმი, ეზოტერიკასადმი, მაგრამ შიში აქვს.
რომ შემიძლია თუ არ შემიძლია. გაიგეთ და ამიტომ მატრიცას ვნახავთ, გადავხედავ და ეხლა და იქ ვაძლევ საჩუქრად 3 გაკვეთილს ტაროზე, თქვენ მაშინაც შეგიძლიათ წაივარჯეთ და მე საჩუქარიც გელოდებათ. ანუ შემოდეთ. და ეხლა ამას რატომ იმას ვქენი, რა ქვია, რატო გითხარით, იცით? აქ შეიძლება იყოს ისეთი სიტუაცია დაუბრუნდე, რა ვიცი, რატომ კვადრატში გადავახტე. ანუ აქ როგორი სიტუაცია არის, იცით, რომ თქვენ ეხლა პრინციპში, ხო, გამახსენდა, სხვაობა იმისი, რა ქვია, ცოლის და ქმრის ურთიერთობის და როცა შეყვარებულები არიან და როცა თქვა ერთად უნდათ რომ უბრალოდ სამოქალაქო რო იძახიან იმას, რა ქვია, კორწინებას, რა ერთად რო ცხოვრობენ ადამიანები, ცოტა სხვა არის, აი სხვა და ზოგჯერ მიდის ან უბრალოდ რო თქვა ამბობენ, რომ ერთად ვიცხოვროთ, ერთად ვიყოთ. ეს კიდე სხვა თემა, იმიტომ რომ აქ უკვე ნახეთ, არის კანონები, სამყაროს კანონები, რომელიც მუშაობს და როცა ჩვენ რაღაცები გვეშლება, მერე უკვე ერევა სიტუაციაც, ხო? იმიტომ რომ როცა შენ ოფიციალური ცოლ-ქმარი ხარ, იქ უკვე მოვალეობები სხვანაირი არის. როცა შენ უბრალოდ ცხოვრობ ადამიანთან, შენ უბრალოდ, ქალი ხარ და კაცი და გინდათ ეს, მაგრამ როცა ვალდებულებები არაფერი არ გაკავშირებს, მერე არც ეკლესიური თქვა და არც კანონიერი ხელმოწერით, აი მაგ შემთხვევაში შენ თუ უკვე ითხოვ ადამიანისგან იმას, რომ თქვა შენ ვალდებული ხარ, შენ ისა, აი აქ მიდის მე ძალიან მაგარი ჭუბები და რაღაცები, იმიტომ რომ ეს გეტყვის მე ვალდებული არა ვარ, მე შენი ქმარი ხო არა ვარ, ის მე მაშინ არც მე ვარ შენი ცოლი, არც მე არ გავაკეთებ და всё. როცა აი იმ არის ერთი ტრენინგი მაქვს კიდე და აი იქ მე ვხსნი უფრო პირველი ნაწილი მე მგონი უნდა იყოს აქ YouTube-ზე ნახეთ. და ანუ იქ მე ვხსნი რატომ რა სხვაობა არის და რატომ ხდება ეს ჭუბები და როგორ უნდა დაალაგოთ რა. ნახეთ, ვისაც გაინტერესებთ, არინანებთ. იმიტომ რომ ბევრი რაღაცა დაგელაგდებათ, რომ რატო ხდება ეს ყველაფერი და ამიტომ კიდე მითხარით აბა შედეგი ამ ურთიერთობის, იმიტომ რომ აქ ახლა ძალიან ისეთი რთული თემაა, შემიძლია გითხრათ. რა შედეგი შეიძლება ქონდეს ამ ურთიერთობას, კიდე აბა მითხარით. მოდით ასე გითხრათ, ორი ვარიანტი არის აქ. პირველი ვარიანტი შეიძლება თუ დაელოდებით, შეიძლება ეს სიტუაცია განულდება და ადამიანი მართლა დაეწყეს ქმედებას, თუ არა და ზოგი არ დაელოდება, დაასრულებს ურთიერთობას და ნამდვილად უკვე იქნება ისეთ აზრზე, რომ მე მინდა უფრო სხვანაირი ადამიანი იყოს ჩემ ცხოვრებაში, უფრო სათანადო. იმიტომ რომ სათანადო რას ნიშნავს? სათანადო ყავს ყოველთვის ჩვენს გვერდით, უბრალოდ თქვენ აი აქ თუ გაიზრდებით და შეიცვლებით, ხო? მაშინ უკვე მოვა ამ ენერგიებზე სხვა მართლა სათანადო ადამიანი, რომელიც იმიტომ რომ ჩვენ ყოველთვის უნდა ის ვიფიქროთ, რომ მე რომ მინდა ასეთი ადამიანი თქვათ, ხო და დაწერეთ სპისოკით რა, აი როგორი ადამიანი მინდა მე დავუშვათ. მე დაწერეთ გვერდზე, რომ მე თვითონ ვარ ესეთი პიროვნება, რომელიც ასეთ ადამიანს სჭირდება, ანუ თქვენი თვისებები და ყველაფერი და მე მივხვდები თქვენ, რომ რატომ თქვათ არ შემოდის ეს ადამიანი თქვენ ცხოვრებაში, რომ სათანადოს ჩვენ როგორ ვფიქრობთ, რომ ჩემზე იზრუნოს, ჩემზე თქვათ ახლა რა ვიცი, რაღაცები მიყიდოს, გამიკეთოს და ასე შემდეგ რა. ეს არის უკვე ან ის მომწეს, რაც მე არ მომწეს დაუშვათ მამამ, რაც არ მომწეს მე სხვა პარტნიორებმა, რომელიც იყო ჩემ ცხოვრებაში და აი ეს არის ჩვენი სათანადო, მაგრამ რადგან ეგეთი ადამიანები შემოდიან თქვენ ცხოვრებაში, რომელიც არ გაძლევენ იმას, რაც თქვენ გჭირდებათ, ესე იგი რაღაცა ხდება თქვენში კიდე დასამუშავებელი და იმიტომ რომ ყოველთვის ჩვენ რამდენიც არ არის არასასიამოვნო მოსასმენი ეს თემა, რაც გვაქვს ჩვენ შიგნიდან, ეს ჩვენი პარტნიორი გვიშუქებს, გვაჩვენებს ჩვენ, აი აქაც გითხარით მე თქვენ, გვაჩვენებს ჩვენ სინამდვილეში რანაირად ვართ შიგნიდან რა. შეიძლება კი ვიკამათოთ ბევრი, რომ არა ეს რა სისულელეა, მე ესეთი არა ვარ, მაშინ კიდე გაგრძელდება ეს ტრანსფორმაციული პერიოდი. როცა შენ მართლა გაინტერესებს, რომ და უფიქრდები იმას, რა ხდება, რატომ
ნუ რატომ ხო ეგეთი რა მაქვს ასეთი შიგნით ხო რა ჯანდაბა არის ხო და იწყებ მაგაზე მუშაობას იმიტომ როცა შენ კითხვებს ასეთებს სვამ ყოველთვის მოგივა ინფორმაცია ან ადამიანი რომელიც შენ დაგეხმარება თქვათ როგორც ექსპერტი ხო და რა თქმა უნდა სიტუაციას აქვს 100%-იანი ის დალაგების თქვათ ესე რა ქვია დაგილაგდებათ რა ყველაფერი აბსოლუტურად მთავარი არის აი საერთოდ მე даже კონსულტაც მატრიცას როცა ვარჩევ და არის რაღაცა პროგრამები კარმული სულ ვეუბნები ხოლმე მთავარია როცა წაიკითხავ მე ხო ვგზავნი PDF ფორმატშიც გაშიფრულ მატრიცას და მთავარია როცა წაიკითხავ ხო შენ თავთან იყავი მართალი და ნუ იწყებს წინააღმდეგობას რა და აღიარე რომ მართლა მასეა და აი მაშინვე აი გეუბნე როგორც აი ასე რა სიტუაცია იცვლება რა როცა ჩვენ ვეწინააღმდეგებით კიდე რაღაცებს რომ არა მე კარგი ვარ მე მაგარი ვარ მე ასეთი ვარ კი ხარ მაშინ დაფიქრდე რა არის შენში ისეთი რასაც არ გაძლევს დღეს იყო სრულყოფილად ბედნიერი ხო რატომ არა რატომ სხვას აქვს ეს ურთიერთობა ვიღაცას ხო დაუშვათ ხო არსებობს ეს ურთიერთობა სადაც ადამიანები ბედნიერები არიან ხო ანუ შენ შეიძლება უფრო მაგარი ხარ იმ ვიღაც გოგოზე ვისაც ეს ურთიერთობა აქვს დალაგებული მაგრამ შენში რა არის ისეთი რომ შენ არა გაქვს ეს რაცაც თქვათ ახლა გინდა რომ გქონდეს აი ეს არის დასაფიქრებელი ამიტომ პრინციპში ნებისმიერ ვარიანტში რაც არ უნდა იყოს თქვენ ექნებით ძალიან კმაყოფილი არჩევანს გააკეთებთ და სამომავლოდ ნუ აქ კი აქ даже вообще შეიძლება გაიხსნას თქვენში ახალი კიდე ნიჭიც და შემიძლია გითხრათ რომ სხვათა შორის აქ ვიღაცის ცხოვრებაში შემოდის ადამიანი ძალიან მაგარი არც იცნობთ მაგას არც გინდათ ახლა ამაზე ფიქრი вообще აზე არ ახართ ვინ არის მაგრამ აი ეს ბედნიერებას თქვენ გემზადებს საერთოდ აი ფარტუნა მზე და 10-იანი თასების კი აქ შეიძლება ახალი ადამიანიც მოვიდეს აი აზრზე რო არ ახართ вообще ახლა რო გითხო რა სისოლელი არ მინდა მაგრამ შეიძლება კი არა ვინმესთან ეგეთი რაღაცებიც კი იქნება ჩემო ლამაზებო всё ამით დაგემშვიდობებით ძალიან მიხარია რომ ჩემთან ხართ მიყვარხართ გელოდებით კომენტარებში იცით თქვენ რომ მე კომენტარ გულებს გისმამთ ყოველთვის მაგრამ პასუხებს უფრო ასე ვიდეოს მეშვეობით გაძლევ თქვენს ყველა კითხვებზე მადლობა რომ ჩემთან ხართ ჩემო კარგი